დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში კულტურის სიახლეებით. Იმხლა რეკლამა იყო, კინაღამ დამავიწყდა, რა უნდა მეთქვა ის ჩაფიქრებული ბიჭი. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გოდერძი ჩოხელის დაბადების თარიღთან დაკავშირებით მისი წიგნის ბინდისფერი ხეობიდან სამდე პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის შედგენაზე გოდერძი ჩოხელის მეგობრებმა იმუშავეს, რომელიც ილუსტრირებულია 22 ნახატით. მასში შესულია გოდერძი ჩოხელის 164 ნოველა. წიგნი გამოიცა გრიგოლ ხანძთელის ფონდის მიერ. პრეზენტაციასთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოეწყო გოდერძი ჩოხელის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, პირადი ნივთების, წერილების და ხელნაწერების გამოფენა. გოდერძის ჩოხელის სულიერი წინაპრების, ჩვენი დიდი მწიგნობრების, შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის, სულხან სადაურბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილიას ვაჟას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილის და სხვათა ნაწერები, მათი ნაშრომები, მათი ნაღვაწი, მათი ავტოგრაფებიც სწორედ ჩვენთან არის დაცული და სხვათა შორის აქაც გამოფენილი არის პრეზენტაციაზე გოდერძის ჩოხელის ავტოგრაფები, მისი ნაწერები, რაც საშუალებას გვაძლევს სხვა კუთხითაც დავინახოთ შემოქმედი და ჩავიხედოთ მის შემოქმედებით სამზარეულოში. თვითონ ისეთია ეს მოთხრობები, ისეთია, ისე გამოხატავს უკვე თავის თავს და იმდენად ილუსტრირებულია გოდერძის მხრიდან, რომ ერთადერთი შესრულება აღარ არის დარჩენილი და თავის რამდენად გამოგვივიდა.